2008 წლიდან პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის ინიციატივა გამოხატა და მას შემდეგ მას 50,000-ზე მეტი ნათლული ყავს. ამ ინიციატივამ განაპირობა ის, რომ შეცვალა შობადობის მაჩვენებელი, ხო, განსაკუთრებით მესამე და მომდევნო ბავშვებში. სამების ტაძარში მივიდნენ პატრიარქის ნათლულები მსვლელობით, სადაც ასევე პატრიარქის ნათლულების ბავშვთა გუნდი გალობდა და ისინი დღეს ჩვენთან არიან და მე ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ მაია მიქაბერიძე, პატრიარქის ნათლულების გუნდის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მოგესალმებით და გისამძიმრებთ ყველა სრულიად საქართველოს ამ ტკივილიან დღეს. გაბატონო მაია, თუ შეიძლება 2-3 სიტყვით მოგვითხრეთ თქვენი ანსამბლის აი ამ პატრიარქის ნათლულების შექმნის ისტორია. ჩვენი გუნდის ისტორია იწყება 2017 წლიდან. როდესაც ჩემთან მოვიდა პატრიარქის უერთგულესი ჩოხოსანი ბატონი გურამ შენგელი, ას გარდაცვლილი და მომაწოდა ესეთი იდეა, თხოვა რომ ვის ვურჩევდი აი პატრიარქის ნათლულთა გუნდი რო შექმნილიყო, ეს უკვე ის ასაკი იყო, როდესაც ბავშვები შეძლებდნენ გალობას და სიმღერას. სადღაც უკვე 6 წლის იყვნენ პირველი ნათლულები. და მე როგორც მეხუთე შვილის დედა, თან პატრიარქის ნათლულია ჩემი მეხუთე შვილი. ამ იდეას რა თქმა უნდა არსად არ გავუშვებდი და თან უფრო ჩემ თავს მივეცი უფლება, ამიტომ რომ გამოცდილება მქონდა. ჩაუდექი ამ გუნდს სათავეში. დღეს 200-მდე მეტი მომღერალი ნათლულია და ბედნიერი ვარ, რომ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ აი ამ საქმეს სათავეში მომეწია. თვითონ რა დამოკიდებულება ქონდა ამ ძალიან ბედნიერი იყო ამღერი. რჩევებს ხომ არ გაძლევდათ, ესეც საინტერესო. საბედნიეროდ ხშირად ხვდებოდით უწმინდესობას და რა თქმა უნდა ლოცავდა ამ ბავშვებს და ყოველთვის მოძღვრავდა, რომ უნდა იყვნენ გამორჩეულად კარგები. მოწყალე სამარიტელებიც კი უწოდა მათ, რომ ყველას ხელი უნდა გაუწოდოთ და იყვნენ იმისი მაგალითი, როგორები უნდა იყვნენ პატრიარქის ნათლულები, არა მხოლოდ ნათლულები, რასაკვირველია და ბავშვებს ყოველთვის თვალცრებლიანები იყვნენ ეს ბავშვები მოწმინდესთან შეხვედრით, იმიტომ რომ ეს იყო იმხელა სითბოს სიყვარულს გამოხატავდა ჩვენს მიმართ, ამ გუნდის მიმართ. ლოცავდა ყოველთვის და ყოველთვის საუკეთესოს უსურვებდა. აი პატრიარქთან ურთიერთობა რომ გავიხსენოთ, აი ყველაზე მეტად მაინც რა გახსენდებათ. იცით, ეს გულწრფელი საუბრები, რასაც თვითონ ბავშვები როგორ ეფერებოდნენ. ხანდახან ესეთ ფორმაც ჰქონდა, შენობით მიმართავდნენ, იმდენად მის თავისიანად თვლიდნენ და აი ძალიან უშუალო იყო ეს ურთიერთობა, ძალიან გულწრფელი და აი რა გითხრათ, ძალიან თბილი და მოსიყვარულე გარემო იყო ყოველთვის. არა, ეს არის უდიდესი მადლი. რა თქმა უნდა. უდიდესი მადლი. გავაწლები ესენი დაიზრდებიან, დაფრთიანდებიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვებათ ის მადლი, ის ცრემლიანი თვალები, ის დამოძღვრა, რაც პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჰქონდათ ამათ. ეს არის მართლა ძალიან დიდი მადლი. გაბატონო მაია, დამეთანხმებით, ვისაც ერთხელ მაინც ქონია პატრიარქთან ურთიერთობა, ეს ქონდა ეს ბედნიერება, რომ თავზე დამადო ერთხელ ხელი და აი როგორც ყინვაში სითბო ჩაგეღურებოდა ადამიანს, რომელსაც ატარებდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მეც ეს გამყვება. საოცრება თქვენ ბრძანეთ, რომ 200-ზე მეტი მომღერალი მგალობელი. ნუ ალბათ კიდევ მოდის თაობა, რომელიც აუცილებლად შეავსებს მათ რიგებს. კიდევ ჩვენ სიახლე ის გვაქვს, რომ სამწუხაროდ ვერ მოვასწარით უწმინდესისთვის წარდგენა. ჩემს რაიონში ჩოხატაურში ჩამოყალიბდა ნათლულთა გუნდის ფილიალი. 80 მომღერალი ბავშვი მოვიდა, უпростоრად ასამღერებელი სმენიანი მონაცემებით. და აი ახლა ზუსტად ეს პერიოდი არის, აი აღდგომას გვინდოდა, რომ გვეგალობა ერთად, მაგრამ ეს სურვილი აუცილებლად შეგვისრულდება და ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვიქნებით. მიმართავ ყველას, ვისაც ყავს ნათლული
პატრიარქის ნათული ოჯახში, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის. არა მხოლოდ ნათული, მათი დედმამის შვილებიც გალობენ ჩვენთან და მღერიან და მობრძადნენ. ჩვენ ეხლა უფრო მეტად გვჭირდება ერთად დგომა. გალბატონო მაია გუშინ საოცარი დღე იყო, როდესაც პატრიარქის ნათლულებმა მსვლელობებით ჩაიარეს ეს ამხელა გზა, სანამ მიახლებოდნენ მისი უწმინდესობისნეს გალობდნენ თან. როგორი ემოციები იყო? ძალიან ემოციური იყო, ძალიან ემოციური, იმიტომ რომ ეს კიდევ ნაწილი იყო იმ ნათლებისა, ზოგადად მოგეხსენებათ 50,000-მდე მეტია და ეს იყო ესეთი ემოციური ესეთი თბილი და იცით მიუხედავად იმისა რომ ეს რაღაც უსაზღვრო რაოდენობა იყო ძალიან მოწესრიგებულად და ძალიან ღირსეულად გავიარეთ ეს გზა. მამაშალვა მიგვიძღოდა წინ და მივედით და დამეთანხმებით რომ ესეც ღვთიური სასწაულია, როდესაც პატრიარქის ნათლულებს შორის პროცენტულად ამდენი მომღერალი და ამდენი სმენიანი ანგელოზი შემოემატა საქართველოს. ასე ალბათ. ზოგადად ფუფუნება გვაქვს ამისი, რომ საქართველოში ნიჭიერება, მაგრამ შემდეგ რაც პატრიარქმა მესამე და შემდეგი შვილის ნათლობა გადაწყვიტა მის ნათლულებს შორის განსაკუთრებული ნიჭიერი ხალხია. რატომღაც ასე მგონია და ნამდვილად ესეა, ნამდვილად ესეა ეს ბავშვები გამორჩეული ნიჭიერები გამოირჩევიან ნიჭიერებით, ერთმანეთის სიყვარულით, თანადგომით და მე მგონია რომ ეს არის ზუსტად ის თაობა, რომელიც შეასრულებს იმ მისიას, რაც მათზე არის დაკისრებული. ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გვინდა გისურვოთ და ეს ფილიალი არა მხოლოდ ჩოხატაურში, არამედ სხვა კუთხეებში გახსნილი იყოს აუცილებლად. დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის და ალბათ მოდით მოусმინოთ ბავშვებს. ეს არის პირველი თაობა, სწორედ ის ბავშვები, რომლებიც 8 წლის, 9 წელი შესრულდა წელს, რაც მოვიდნენ გუნდში და აი ეს არის შემადგენლობა, მცირე შემადგენლობა ჩვენი გუნდის, რომელიც დაეტოვებოდა შეგვისრულებენ. შეხარვენა, საგალობელი შეხარვენა შეასრულებენ.